ჩაშლილის სხდომა. ცხოველთა ცხოვრება საფრთხეშია. 4 ფეხა მეგობრების დამცველები მრავლად აღმოჩნდნენ, ოღონდ არა იმდენი, რომ საკრებულოს საკითხის განსახილველად დრო აღარ დაეკარგა. ყეფით შეწუხებული ადამიანები თავშესაფრის დემონტაჟს მოითხოვენ. მოთხოვნით შეწუხებულები კი საკანონმდებლო ორგანოსთან ძაღლებთან ერთად მივიდნენ. სხდომასაც დაესწრნენ და სიტყვიერის გარდა ფიზიკური დაპირისპირების ეპიცენტრშიც აღმოჩნდნენ. ძაღლი უფრო ერთგულია თუ ადამიანი, ამ კითხვაზე დეპუტატთა პასუხია საინტერესო. ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე უპატრონო ცხოველთა კერძო თავშესაფრის საკითხის განხილვას მოყვა. სიტყვიერი კამათი ხელჩართულ ჯგუფში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც თავშესაფრის მფლობელმა მომჩივანი მეზობელი ძაღლის მოკვლაში დაადანაშაულა. შეხა ნაციონალების აქტივისტი ცნობილია დღემდე მაგას აკეთებს. სამიღავი შენ რომელ უფლებაზე მელაპარაკები გოგო? ადამიანის უფლებები გაკიდათ ფეხებზე. შენ დღემდე აგძელე მაგას. ხუთის შემდეგ სხდომა დაიხურა, თუმცა მანამდე უპატრონო ცხოველთა კერძო თავშესაფრის საკითხზე მსჯელობა 2 საათის განმავლობაში ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ურთიერთბრალდებები 2 ვიდეო მასალის ჩვენებას მოყვა, რომელშიც ცხოველების ყეფისა და თავშესაფრის მიმდებარედ დამარხული ძაღლების კადრები იყო წარმოდგენილი. თამაზ ელიზბარაშვილმა ბიძაშვილი, რომელმაც საკრებულოს საჩივრით მიმართა და გარემოს დაცვის კომისიის წევრები ტენდენციურობაში დაადანაშაულა. ფეხად მხარე, რომელიც აშკარად ამ ბოროტებას უჭერს მხარს, საგებად რომ იწოდეთ ჩვენი სიბიძო ბოროტება. მერე მომისმინეთ ერთი წამი. და 400, 300, 250 ძაღლის ყეფას ვისმენ ყოველ დღე. დახურულ რეჟიმში სხდომა 1 საათს გაგრძელდა და კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. საკითხის შესწავლას გარემოს დაცვის კომისია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში აპირებს. აბსურდული საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა ამასთან დაკავშირებით. არც ხმაური რეგულირდება, არც სანიტარული ნორმებია და არც არაფერი, არც სტანდარტებია, მაგალითად როგორი იყოს თავშესაფარი და ამ შემდეგ. უნდა დავიცვა როგორც ცხოველების უფლებები, ასევე ადამიანების უფლებები და მათ ჰარმონიულ თანაარსებობას თბილისის ტერიტორიაზე უნდა შეუწყო ხელი. ხმაურიანის სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა საკრებულოს შენობის წინ, სადაც ცხოველთა უფლებების დამცველები და მოქალაქეები ძაღლებთან ერთად მივიდნენ. რას ქვია, ყეფა აწუხებს. ჩვენ ბევრი ადამიანი გვაწუხებს, მაგრამ მოთმენის ის გვაქვს. ვისაც გვადარდებს ცხოველების უფლებები და ადამიანების უფლებებიც, იმიტომ რომ ადამიანს აბედნიერებს ცხოველთან ურთიერთობა, ყველანი უნდა დაუდგეთ მხარში თამაზ ელიზბარაშვილს. ბაკის რაიონში სვანიძის ქუჩაზე თამაზ ელიზბარაშვილმა უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი 2004 წელს გახსნა. ამ დროისათვის იქ 400-მდე ძაღლი და 8 დათვი ბინადრობს. დირექტორის განცხადებით, თავშესაფარს აქვს საკუთარი ვეტერინარული მომსახურება. სალონი და ვეტექიმებთან ერთად ყავს მზარეულები და ცხოველთა გამსეირნებლები. რომელიც ძაღლი ჩემთან თავშესაფარში შემოდის, ის იმყოფება შიდა თავშესაფრის ტერიტორიიდან, იმის გარეთ არ გამოდის. და რაც შეეხება გიგიენას, როგორც დღის განმავლობაში მუშაობთ, ასევე ღამეც ირეცხება და სუფთავდება ეს ტერიტორია. სული აქ არის, ყეფა აქ არის, ქარია მოარდათელი ბეტვის უჩვეთ არ არის, ფანჯარა ვერ გამიღებ ერთაბიძინია. სვანიძის ქუჩის მაცხოვრებელთა განცხადებას, რომელიც საკრებულოში შევიდა, თან ახლდა ეკა ბესელიას და შალვა შავგულიძის წერილიც, რომლითაც დეპუტატები მერს სასწრაფო რეაგირებას თხოვენ. ჩვენთან, როდესაც შემოდის კონკრეტული მოთხოვნა სხვადასხვა სახის მოსახლეობის მხრიდან ნებისმიერ თემაზე, რომელიც დგას როგორც საკითხი პრობლემური, ჩვენ რეაგირებისთვის უგზავნით შესაბამის სტრუქტურებს. ცხოველთა დაცვის ჰუმანური ლოზუნგის ქვეშ თუ ადამიანების ცხოვრება ხდება შეუძლებელი და გაუსაძლისი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ცხოველთა დაცვა. ეს არის რაღაცა სხვა მიზანს ან რაღაც პათოლოგიას დაქვემდებარებული მოქმედება და გამოსავალი არის ელემენტარულ სტანდარტებში. სტანდარტების დაცვის მოთხოვნით სვანიძის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი სარჩელის შეტანას სასამართლოში გეგმავს.